ნახოთ ახლა მეგობრებო, მოგესალმებით გამომწერებო. აი ესეთი მეთოდი ავერჩიე დღეს, მოკლე, იმიტომ რომ მეტი დრო არ მაქვს და არ მინდა რომ გული გატკენინოთ. დავიწყოთ ახლა. ვინ გებრძვით? ვიღაცას გონია რომ, ესე იგი, ვიღაცა გამოჩენილი ადამიანია, რო იცოდეთ, იცით, ან სამსახური აქვს გამოჩენილი, ან ხელოვნებაშია, ან ეზოთერიკაშია, ან მოკლედ გითხრათ, არ არის ჩამორჩენილი ადამიანი, იცით და აი ხო არიან ხოლმე ახლა ცოტა არისტოკრატი ხალხი, მოდი ბჭყალებში ესე ვთქვათ, ხო? გერჩით რატო? იმიტომ რომ ხართ თქვენ მისთვის ძლიერი ოპონენტი, მიხვდით? აბა ვნახოთ კიდე. კი, ნამდვილად იცით რა არის? თუ ურთიერთობაში ხართ და საერთო მეგობრები ხართ, მამაკაცი ამოდის, კი, ეს არის ხელოვნება, ეს არის რაღაცა პატარა დახმარება, ან თქვენ თხოვეთ, ან თქვენმა მეგობარმა თხოვა, მიხვდით? ან საერთო მეგობარი ყავთ და უნდა რომ ეს წარმატება თქვენი, რაც ესე იგი მიაღწიეთ, ხო? თვითონ მიითვისოს, მიხვდით? გებრძვით და უნდა რომ ესე იგი შურს, სხვა რა უნდა დავარქვა აქ, ხო? გებრძვით, ოღონდ პირისპირ არა, ჩუმად გებრძვით, იცით? მამაკაცის გულისთვის, მამაკაცებო გადაათამაშეთ თქვენს თავზე, მაგრამ მაინც ესე ამოდის, ზუსტად ქალი იბრძვის თქვენთვის, იმიტომ რომ შურს თქვენი ურთიერთობის, თქვენი კარიერა, თქვენი წარმატება, აუცილებელი არა აქვს სასიყვარულო ურთიერთობა, მიხვდით, ხო? უნდა რომ აი ამ კლდიდან, რომელზეც დგახართ, გადმოვარდეთ, ხო? ხედავთ, აბა ვნახოთ კიდე. ქალბატონი ამოდის პენტაკლების. კი, იმიტომ რომ ძლიერი ოპონენტი ხართ მისთვის და უნდა რომ ჩამოგაგდონ აი ამ ტრონიდან თქვენი მიღწევების, თქვენი ძალაუფლების, რომ ესე იგი თუ დაკარგული გქონდათ და ეს ყველაფერი ბრძოლა დამთავრდა და წინ წახვედით თქვენ საქმეში, ხო, გოგოებო, ბიჭებო, აი შურთ თქვენი, უნდა რომ ისევ ძალა წაგართვან და ამაზე სერიოზულად იბრძვიან, მიხვდით? ან თვითონ არის გამოჩენილი, შეიძლება სკოლაში დაყავს ბავშვი ელემენტარულად ან ბაღში და თვითონ არის გამოჩენილი მშობელი, მაგრამ მაინც შურს, მამაკაცმა მიატოვა ან მიატოვებს ამ საქციელიდან გამომდინარე. აბა ვნახოთ კიდე. ხო, თან რა არის, იცით? უნდა რომ აი ხა დავამატო და გეტყვით. ესე იგი, თქვენ რომ ძლიერი ოპონენტი ხართ, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ უყურეთ თქვენ შესაძლებლობებზე, თქვენ საქმიანობაზე, თქვენს დაცვებზე, იცით, როგორ ესე იგი, როგორ არ ვარდებით ფეხზე და კიდე რატო დგახართ ფეხზე, რატო მიაღწიეთ ამდენს, მიხვდით? და სერიოზული შური ამოდის, აქ რიტუალები კეთდება, ჩემო კარგო, იბრძვიან, ესე იგი, რომ თქვენ დაგამარცხონ, იმიტომ რომ ძლიერი ხართ ძალიან. ეს თქვენი ახლობლები არიან, შეიძლება სისხლით ნათესავებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, ჩემო კარგებო, აი ნამდვილად ფორტუნა, ხო თქვია რა, თქვენ დაცვებს ეხებიან, უნდათ რომ დაიყენეთ დაცვები ხშირად, იმიტომ რომ უნდათ რომ თქვენი ფორტუნა, თქვენი ბედი, ხო თქვია რა, თქვენი სივარსკვლავე, ხო, გადაიზიდონ, მიხვდით, ან აი როგორც თქვენ გაცვიათ, ისე ჩაიცვან, როგორი ინგრედიენტებითაც თქვენ აკეთებთ, ხო? საჭმელს იგივე ინგრედიენტები იხმარონ, რომ ქმარს მოაწონონ ან შეყვარებულს თავი ან მეგობრებს, მიხვდით, აი ესეთი სიტუაციები ჯდება. კი, და თქვენს იცით რა არის, თვითონ რომ ესე იგი მენტალზე შეგეხეს თქვენ, ხო, გოგოებო, ბიჭებო, უნდა თვითონ გასულელდნენ, რა თქმა უნდა, თქვენი განულება უნდათ და თვითონ წაუვიდათ ბუმერანგი უკან და თვითონ
განულდნენ. თქვენი ბედის განულება უნდათ რომ ესე იგი ღალატი ყოფილიყოს თქვენში, თქვენთან რომ სუჩხუბი ყოფილიყოს თქვენთან, აბსოლუტურად აი ახლობელ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, გაურკვევლობა ყოფილიყოს, ფულიანი ადამიანები რომ აღარ შეგხვდეთ, მიხვდით, ფული რო არ გააკეთოთ, ან კლიენტურა, ვისაც ბიზნესი გაქვთ გოგოებო ბიჭებო, რომ არ მოვიდეს, მიხვდით, აქ თეთრი ხალათებიც დამიფიქსირდა, ხო, თეთრი ხალათები სადაც აცვიათ და მეტალზე სადაც მუშაობენ, მიხვდით, ხო? და ეხლა თვითონ ფიქრობს, რომ რატომ არ გამოსდის ეს? კი, აი ნახეთ, რატომ ხართ თქვენ წარმატებული და თვითონ მიუბრუნდა, რატომ ჩავარდა ესეთ დღეში, რაში, რათა დიდი შეცდომა დაუშვა. კი, იყო აქ აი მთვარეებზე, იყო აქ ნამდვილად, ესე იგი მთვარეებს არ უშვებდნენ და რიტუალზე აკეთებდნენ თქვენი დამარცხებისთვის, ფინანსებზე გარტყავდნენ, მიხვდით და ეხლა ეს ყველაფერი უკან ბუმერანგი დაუბრუნდათ და ამაზე გიჟდებიან. კი, აი ნახეთ, ეხლა თვითონ დაეწყოთ ნერვიული შეტევა, თვითონ დაეწყოთ ეს ჩაკეტვა თავზე, მენტალზე არევა, აქეთ თვითონ უღალატებენ, მიხვდით? კი, აი ნახეთ, აქ მაგიური შეტევები იყო და თვითონ რაც გააკეთეს თქვენზე, რომ ილუზიაში ყოფილიყავით და არავისთან კონკრეტიკა და კონკრეტული ურთიერთობა და სიტუაციები არ გქონოდათ, ეხლა თვითონ მიუბრუნდებათ და თქვენი ფინანსები ისევ თქვენ გიბრუნდებათ, ჩემო გოგოებო, ბიჭებო და ასევე თქვენ თანამშრომლები, კარიერა ისევ დაგიძახებენ, ისევ ესე იგი თქვენ ადგილს სხვას აღარ მისცემენ ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც ოჯახში, თუნდაც სიყვარულში, მიხვდით ხო, ჩემო კარგებო? კარგით, ეს გავიგეთ, რომ ესე გებრძვიან. მოდით ახლა ვნახოთ, ამას ჩავწევ თქვენის ნებართვით. აი ესე გავწიო და ვნახავ აი ეს ტარო ჯერ არ იცით თქვენ, უბრალოდ სახში იტვირთებოდა და ვნახოთ, მოდით, რა წარმატება გელოდებათ ახლო მომავალში. ღმერთო ჩემო, აი რითი დაიწყო, ვარსკვლავით ხო დაიწყო თქვენი კრადნიკები, რომ თქვენი პირველობის მოპარვა უნდათ, ხო? ნახეთ ისევ თქვენ, აი ნახეთ თქვენი პირველობა დაგიბრუნდათ, მეგობრებო. ნუ რას უკაცრავად ვერაფერს ვერ გიზავენ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გიზავენ. 6-იანი კვერთხები, გამოჯამრთელება, გზების გახსნა, უყურეთ, წინ გადადგმული ნაბიჯები გელოდებათ. ასევე ახალი მოგზაურობები, ხა ზაფხული მოდის და შეიძლება დაგეგმოთ მოგზაურობები, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ნახეთ, აშკარად იხსნება გზები, თან ვისთანაც ჩაფიქრებული გქონდათ სურვილი შეხვედრა, იმასთან გექნებათ, მეგობრებო, მიხვდით ხო? აუცილებლად გექნებათ. კი, აი უყურეთ, ნახეთ, რაინდზე, ესე იგი, აუცილებლად გექნებათ ახალი იდეები, ახალი გარღვევები გექნებათ, თუნდაც ხელოვნების დარგში ვინც ხართ, აუცილებლად იპოვით ახალ მეგობრებს, აუცილებლად. ეს რაც გაურკვევლობა გქონდათ, ხო? სისხლით ნათესავები დაფიქსირდნენ და ჩაკეტვები იყო, დახმარება იქნება, გამოდიხართ აი ამ მარტოობიდან, გამოდიხართ და შეხვედრა გექნებათ, აუცილებლად მოგზაურობა იქნება, აუცილებლად შეხვედრა იქნება, აქ ცოტა შორგზებს მიჩვენებენ, მეგობრებო. შეიძლება შვილებთან შეხვდეთ, შეიძლება შეყვარებულებს შეხვდეთ, ხო? კიდე პაჟი, კიდე რაინდი, 3 რაინდი, მეგობრებო, ნახეთ, აქაც ეს კვერთხები ამოვიდა, კიდე ხმლები, აუცილებლად იქნება, აუცილებლად მეფე და რაინდი, კვერთხების ახალი იდეები, ყველაფერი, რასაც ესე იგი, აი თქვენ მუშაობდით, ხო? აი რვიანი პენტაკლით სრულდება, ნახეთ, სისასრულეში, ანუ ტარო გეუბნებათ, რომ გააგრძელეთ მუშაობა ურთიერთობაზე, რიტუალებით, ასე ისე, მიხვდით ხო და აუცილებლად იქნება წინ წასვლა, აი რასაც ვამბობდი, აი ტუზი პენტაკლი, მეგობრებო, გადასარევი, გიბრუნდებათ თქვენი სიმჩატე, შვილებთან, კი, თქვენი შვილების გამარჯვება, გახარება, გამოჯამრთელება, მეგობრებო, ახალი მეგობრები, ისევ და ისევ მოგზაურობა.
ვისაც გიყვარდათ და ჩაკეტილი გქონდათ ხო აი ნახეთ უყურეთ ათვალიერებთ ხო შეიძლება ბილეთი აარჩიოთ შეიძლება რაღაცა დაუგეგმავი იყო ან დიდი ხანი გინდოდათ წლები გეგმავდით და არ იყო განხორციელება ეხლა ყველაფერი განხორციელებას მიეცემა მეგობრებო ძალიან კარგი ასევე ამოვიდა მეოთხე რაინდი ამოვიდა თასების ახალი ამბები კარგი ამბები ძალიან კარგი ამბები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და აი ეს ბუმერანგი, ეს თქვენი ავადმყოფობები ხო, ეს ღალატი ხო, უკვე შემცირდა და მტრებს წაუვიდა უკან მტრებს. აი ვიღაცა ქალბატონს წაუვიდა უკან ქალბატონს, რომელსაც ძალიან ჭკვიანი ეგონა თავისი თავი და თქვენ გებრძოდათ, მიხვდით? გებრძოდათ. აჰა, 4-იანი პენტაკლი, იმიტომ რომ ფინანსებზე გქონდათ დარტყმა ეს 10-იანი ხმლები ფინანსებზე გქონდათ ჩაკეტვა, მაგრამ გამოდიხართ მდგომარეობიდან გოგოებო ბიჭებო, რა თქმა უნდა, აუცილებლად გექნებათ, აი ნახეთ, აი კიდე პენტაკლების დედოფალი მეფე ამოვიდა, ან მამაკაცი დაგეხმარებათ, არ გამოვრიცხავ, შეიძლება მამაკაც თქვენ დაეხმაროთ, აი ერთობლივი იქნება ეს ყველაფერი, ნახეთ რა სიხარულები ამოვიდა, ძალიან მიხარია, აქ დედოფალი ამოვიდა კვერთხების, აი უყურეთ, დარიგება, სამყაროსგან დარიგება იქნება ახალი რაღაცა და თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი სილამაზე, რაც ფინანსები ჯანმრთელობაზე იხარჯებოდა ხო, აი აქ დადებული იყო აქ პორჩა ნიშანი, აი ეს ყველაფერი თქვენ გიბრუნდებათ ისევ თქვენი და ნახეთ ეს არის ფანტომური მეგობარი, მიხვდით? ანუ სამყაროს მოусმინეთ, აი ტუზითასები, ახალი ნაცნობობა, სიყვარული, ახალი ან ძველის განახლება, თითქოს აი ახალი ადამიანი ვითრომოვა თქვენი ძველი მეგობარი, გოგოებო, ბიჭებო, მიხვდით? კიდე პაჟი თასები ამოვიდა, ეს შვილები, ვისაც ყავთ შვილიშვილები და არ გინახიათ, იმათი გამოჯამრთელება, წინწასვლა, კარიერაში, ხელოვნებაში, აბსოლუტურად ყველაფერში და თქვენს უკვე პატარ-პატარა ნაბიჯებს გადადგავთ და უკვე გადადგით და ამას გრძნობთ თქვენ, იმიტომ რომ მეორე ტუზი ამოვიდა ხალხნო, უყურეთ ტუზი კვერთხები, თასები, კვერთხები, ნახეთ და პენტაკლის ტუზებიც აქ არის, აი ძალიან კარგი სიტუაციები ამოგდით ჩემო მეგობრებო, გახარება, გამრავლება და ყველაფერი კარგია, ამინ. კი, იცით რა არის აქ თუ ხართ ესე იგი თქვენ მედიცინის მუშაკი ან ესთეტიკურ ცენტრში ხო ან აი ვინც მეტალზე მუშაობთ ხო აი ასეთ სიტუაციაში ახალი მოწოდება შეიძლება კლიენტურა გაგეზარდოთ არ გამოვრიცხავ წინსვლა გექნებათ ბიზნესში გაყიდვებზე გექნებათ ასევე ცხრიანი კვერთხები დაცვები აი მუშაობს მაგრამ გააგრძელეთ მეგობრებო დაცვები გააგრძელეთ და 10-იანი პენტაკლით მინდა დაგიმთავროთ მეგობრებო აი ძალიან მოხარული ვარ რომ ამასე მოკლე ჩართვა ჩაგიტარათ და აწინ უკვე დაიტვირთა ეს ჩვენი ახალი ტარო და კიდე გთხოვთ რომ არ ჩარიცხოთ ტელეფონის ნომერზე რომ ნინიამ თქვენთვის შეიძინოს ეს ყველაფერი საოცრებები და თქვენ მოგახმაროთ ისევ ჩარიცხეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე ყურადღებისთვის დიდი მადლობა და ყველაფრისთვის მადლობა. მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე.